EUTO-ს შეფასებები ამით არ დასრულებულა ორგანიზაციის სახელით გამოქვეყნდა კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც უფრო განსხვავებული ტონით არის დაწერილი და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე უფრო კრიტიკულ შეფასებებს შეიცავს. საუბარია ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე. დოკუმენტს EUTO-ს წევრი 57 ქვეყნიდან მხოლოდ 24-მა დაუჭირა მხარი. მას არ შეუერთდა არც ამერიკის შეერთებული შტატები, არც საფრანგეთი, არც იტალია, არც ესპანეთი და არც საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები. სწორედ ამიტომ თბილისში აცხადებენ, რომ ანგარიში ორგანიზაციის საერთო პოზიციას ვერ ასახავს და მას უფრო პოლიტიკური შეფასების ხასიათი აქვს. ანგარიში, რომელსაც მხოლოდ ერთი მომხსენებელი ჰყავდა, მოთხოვნილია ბოლო პერიოდში მიღებული რამდენიმე კანონის გაუქმება. მათ შორის არის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების კანონებიც. დოკუმენტში ფაქტობრივად თავაყრილია ის პრეტენზიები, რომლებიც ბოლო წლებში სხვადასხვა უცხოელი აქტორის მხრიდან ისმოდა. რას წერენ EUTO-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში და როგორ პასუხობს ამას ქართული პოლიტიკური სპექტრი? შოთა ფალავანდიშვილთან ერთად ვაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. ის უკვე ჩვენ სტუდიაში იმყოფება. შოთა, საღამომშვიდობის. რა შეფასებები კეთდება თბილისში და რა ვიცით მომხსენებელზე? ზოგადად რომ თქვათ, მოსკოვის მექანიზმი, როგორც დოკუმენტი არის სარეკომენდაციო ხასიათის და მას კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ არანაირი სამართლებრივი ძალა და ბერკეტი არ გააჩნია, რომ რაიმე სახის იძულება მოახდინოს ამა თუ იმ ქვეყანაზე. რაც შეეხება ზოგადად მოსკოვის მექანიზმს, ის 1991 წელს მოსკოვისვე დოკუმენტით შეიქმნა და გამოიყენება ხოლმე იმ შემთხვევაში, როდესაც რაიმე სახის მკვეთრ გადახრასთან გვაქვს საქმე დემოკრატიული პროცესებისგან. სწორედ ამ მიზნით 24-მა ქვეყანამ დაიწყო ასე ვთქვათ, საქართველოსთან დაკავშირებით მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება და როგორც ცნობილია, აღნიშნული დასკვნები, რომელიც უნდა გადაეცეს საბოლოო ჯამში EUTO-ს, მზადდება დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ის საკმაოდ ხანგრძლივ პროცესსა და შრომას მოიცავს, თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ პატრიცია გჟებიკმა დაწერა დასკვნა, რომელიც არის პოლონელი, ასე ვთქვათ, ოფიციოსთან საკმაოდ დაახლოებული ფიგურა და რომლის ობიექტურობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს, როგორც ცნობილია, ის აქტიურად მონაწილეობს მათ შორის პოლონეთის მთავრობის სამთავრობო დელეგაციების ვიზიტებში და დაახლოებულია იმ ჯგუფთან, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოში მსჯავრდებული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ და მათ შორის ჩვენ გახსოვს ინციდენტები, როდესაც პოლონეთის მთავრობის, ასე ვთქვათ, წარმომადგენლებმა მის ბიოლოგიური მასალის გატანაც კი სცადეს ჯერ კიდევ საავადმყოფოდან, როდესაც სააკაშვილი იქ მკურნალობდა. შესაბამისად, სწორედ ამ ადამიანის მიერ არის მომზადებული დასკვნა და არა ექსპერტთა ჯგუფის მიერ. დასკვნასთან დაკავშირებით მუშაობის პროცესის ვადაც საკმაოდ მცირე იყო. არც ჩაიწერა ონლაინ ინტერვიუები და ზოგადად მექანიზმის მიხედვით შედგენილი საბოლოო ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას თხოვს ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმებას. ამავდროულად მოთხოვნილი არის დოკუმენტით გამჭვირვალობის შესახებ ამერიკული ფარას ანალოგის გაუქმებაც და ასე ვთქვათ, საუბარია იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დევნა მიმდინარეობს. ჩვენ შეგვიძლია ყველაზე მთავარი დეტალები ახლა მოვისმინოთ აღნიშნული ანგარიშიდან. უნდა გაუქმდეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი FARA და გრანტების შესახებ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი უნდა გაუქმდეს. ეს ეხება კერძოდ, მაგრამ არა მხოლოდ ერთსქესიანთა ურთიერთობებისა და ტრანსგენდერული იდენტობის ინცესტთან გათანაბრებას, ამ ცნების პოპულარიზაციის აკრძალვას, მათ შორის შეკრებების გზით, გენდერული მზრუნველობის აკრძალვას და სქესის მარკერების შეცვლას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებსა და სამოქალაქო აქტებში. დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ პოლიტიკური მიზეზების გამო დაკავებული ყველა პატიმარი, განსაკუთრებით ოპოზიციის წევრები და ჟურნალისტები. პატრიცია გჟებეკის პერსონასთან და ობიექტურობასთან დაკავშირებით საერთოდ არ აქვს კითხვის ნიშნები. ქართულ ოპოზიციაშიც მეტიც ისინი ამბობენ, რომ უაპელაციოდ არის გასათვალისწინებელი ყველა რეკომენდაცია და მხოლოდ სიმართლე წერია EUTO-ს მიერ მომზადებულ მოსკოვის მექანიზმში, რომელიც სწორედ პატრიცია გჟებეკის მიერ არის დაწერილი. მეტიც ნაციონალურ მოძრაობაში ღიად ამბობენ და არ მალავენ, რომ მათი თავმჯდომარე და პარტიის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ შესაბამის, ასე ვთქვათ, საერთაშორისო უწყებებთან, რომ მსგავსი სახის დოკუმენტები მომზადებულიყო და სწორედ მათი თავმჯდომარის წილი მსგავს დოკუმენტის მომზადებაში საკმაოდ დიდია. ანალოგიურად სხვა ოპოზიციური პარტიებიც, ასე ვთქვათ, კითხვებს არ სვავენ ამ დოკუმენტის ობიექტურობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ისინი ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში მოსკოვის მექანიზმი თბილისში ვერ იმუშავებს, რადგან ის არის სუბიექტური, არის მიკერძვებული და მხოლოდ იმ პოლიტიკურ მდგენელს შეიცავს, რაც საქართველოში ოპოზიციური
ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების სურვილია და რეალურად ამ სურვილებს უნდა მოხვეს მათი თქმით გარკვეული სახით ქვეყნის სუვერენიტეტის შერყევაც, რაც შეეხება რეკომენდაციებზე, რომ კანონები უნდა გაუქმდეს, ქართული ოცნების წევრების თქმით ეს მიუღებელი რეკომენდაციაა და მეტიც მსგავსი სახის გადაწყვეტილების მიღება და გადახედვა აღნიშნულ კანონებზე არ იგეგმება. ქართულ ოცნებაში ამბობენ იმასაც, რომ დასკვნა წინასწარ დაწერილი და მომზადებული იყო შესაბამისი პოლიტიკური აქტორების მიერ და სწორედ ამ სახით ოპოზიციის სურვილების შესაბამისად მიეწოდა ეუთოს წარმომადგენლობას. ეს არის დამოკლეს მახვილი კი ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე საკმაოდ ეფექტიანად აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო ასპარეზზე და სწორედ კონკრეტული მაგალითი არის მოსკოვის მექანიზმი და ის რეკომენდაციები. ცხადია, არის ძალიან დეტალიზებულად გაანალიზებული ყველა ის კანონი, რომლის მიზანიც არის საქართველოს სულ უფრო მეტად დაშორება ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობიდან. თხოვენ იმას, რომ გავაუქმოთ ოჯახის ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი. ჩვენ გთხოვენ იმას, რომ გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი, გთხოვენ იმას, რომ გავაუქმოთ ამერიკული ფარა და ვიმოქმედოთ არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მათი სურვილების შესაბამისად. დასრულდა ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები, გარედან მოდიოდა დავალებები და თავჩაღუნული იღებდნენ გადაწყვეტილებებს. არანაირ სერიოზულობასთან არ აქვს საქმე. ორი დღით ჩამოვიდა ადამიანი, ერთი ადამიანი და ერთი კვირის თავზე გამოგვიწყო ჩივილები და წუხილები, რაც აქაურ მეხუთე კოლონას და ბალტიისპირელ, ასე ვთქვათ, ჩვენ მეგობრებს ჰქონდათ მთელი ამ ხნის განმავლობაში. მართლა მოსკოვის სულით გაჟღენთილ მოსკოვის ამ მიმართვაში არაფერი არ არის ნათქვამი სახელმწიფო გადატრიალების ცდილობაზე, არაფერი არ არის ნათქვამი იმ საკითხზე, რასაც ქვია არჩევნების უარყოფა, მანდატების დატოვება, დემოკრატიაზე შეტევა. მოსკოვის მექანიზმს გამოეხმაურა მთავრობის მეთაურიც ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ დოკუმენტი მომზადებულია სუბიექტურად და იქ ბევრი სახის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური შეცდომა არის დაშვებული. სამართლებრივი თვალსაზრისით არც გამჭვირვალობის კანონი და არც ოჯახური ღირებულებების კანონი შეუძლებელია მოდიოდეს ირაკლი კობახიძის თქმით წინააღმდეგობაში დემოკრატიულ პრინციპებთან და ევროპული სამართლის ნორმებთან. შესაბამისად მსგავსი სახის კანონების გაუქმების მოთხოვნა ადასტურებს, რომ დოკუმენტი წინასწარ იყო მომზადებული და გარკვეული ძალების პოლიტიკურ ინტერესებს უფრო ასახავს, ვიდრე რაიმე სახის ობიექტურ რეკომენდაციას, რაც შეეხება პრემიერის თქმით ამ პროცესს შესაბამისი ყურადღება დაეთმობა საქართველოს მთავრობის მხრიდან და არ არის გამორიცხული, უფრო მეტის დაანონსა ირაკლი კობახიძემ სამომავლოდ სპეციალური ბრიფინგის ჩატარდეს ყველა იმ ბრალდებაზე საპასუხოდ, რომელიც მოსკოვის მექანიზმის ამუშავების შედეგად შექმნილ დოკუმენტში არის გამოთქმული. მეტიც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ რაიმე გარკვეული სახის ობიექტურ, ასე ვთქვათ, შენიშვნებზე, რომელიც აქ არის გამოქვეყნებული, შესაძლებელია სწორი რეაგირებაც მოხდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა, რომ არავითარი სამართლებრივი, ასე ვთქვათ, იძულების მექანიზმი ეს არ არის და პრემიერის აზრით ის მხოლოდ და მხოლოდ ცხადყოფს ერთ რამეს, რომ სუბიექტურად და კონკრეტული, ასე ვთქვათ, ძალების კარნახით არის შექმნილი. ეს ხო პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ინტერესთა კონფლიქტი დამალა ამ კონკრეტულმა ადამიანმა, ეჭვებს აღრმავებს. ხო, რეალურად ყველამ ვიცით, რომ წინასწარ იყო დაწერილი ის დასკვნა, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა. მათ არ მოწონთ ერთი გამჭვირვალობის კანონი, რომელიც თავიდან ბოლომდე შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, არის შესაბამისობაში თანაზომიერების პრინციპთან. მათ არ მოწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ და ოჯახური ღირებულებების შესახებ. თქვენ იცით, რომელი ქვეყნები იყვნენ თავში ამ პროცესის ინიციატორები, შემდეგ როგორ გაგრძელდა ეს პროცესები. თავიდან ბოლომდე არის, რა თქმა უნდა, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი ის პროცესი, რომელიც წამოიწყეს საქართველოზე მეტად არადემოკრატიული ქვეყანა ვერ ნახეს ეუთოს მასშტაბით. საქართველო არის მოწინავე ეუთოს ქვეყნებს შორის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. ხო, ეს ორმაგი სტანდარტი არის ძალიან თვალსაჩინო და სამარცხვინო ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ მომძიმეს პროცესებს, რომლებიც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში. ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების ინიციატორი სულ წევრი 23 ქვეყანა იყო, საბოლოო დოკუმენტს მხარი 24-მა დაუჭირა 57 ქვეყნიდან, როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი და რეგიონის სამეზობლოს ქვეყნები აღნიშნულ დოკუმენტს არ უერთდებიან. მადლობა, ეს შოთა ფალავანდიშვილი იყო.